გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვაქვს პაწაწკინტელა ამანათები. აი, ნახეთ სულ ამხელა. წინა ვიდეოებში აი ამხელა ერთი ცალი იყო. უყურებთ ჩემ ვიდეოებს. შიგაც აი ეს ერთი ამანათი მაქვს ხოლმე ეს. ეხლა გვაქვს 5. ამოდი ვნახოთ აი ამ პაწაწკინტელებში უფრო კაი ამოვა თუ იმ დიდებში. იმ წინა დიდ ამანათებში ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვართ ძელი ოჯახი. დავიწყოთ საშუალოთი. აბა რა შეიძლება იდოს ამაში. ესე გამოიყურება 5 და ვნახოთ ახლა ზედმეტი გავკევის და დაგუგულის გარეშე რა დევს შიგნით. აი, მე ეს. ეს ის არის რაც მგონია? კამერა თავისი მონიტორით. მაგრამ მონიტორი სადა? აქაჩვენებენ აქ წერია მონიტორიც ნახო. ნუ რამოდენიმე არის. ეს რა არის ვერ გავიგე. ეს არის საძიებელი კამერა, ნახეთ? ეს დააფოკუსებს. აი, ესეთი კამერაა, ამ სიგრძე კაბელი აქვს. აქ ამას ტელეფონს უერთებთ, როგორც მახსოვს და სადმე რაღაც სიგრძეში გამებს, სადმე სიღრმეში გამეთ გაინტერესებთ, შეყობთ ესებს, შეყობთ და ნახულობთ იქ რა ხდება. წყალგამძლეა და მტვერგამძლე აწერია ეს. მოდი ხა მაგის გაწესთვის თავი მე რა მაქვს. მოყვება ერთი თვლიანი წიგნი, როგორ მოიხმაროთ და ასე შემდეგ. მანქანის ნაწილებში იმაშვებიან. თავის პროგრამა აქვს, პროგრამა უნდა ჩაიწერო და მანქანის ნაწილებში და ისეთ რთულად მისადგომ ადგილებში ჩვეულებრივად შეაცურებთ ესე და ნახავთ რა არის. ნუ აქ წერია რომ პირში არ შეიძლება, ყურში არ შეიძლება და ასე შემდეგ. ნუ ძალიან კაი რაღაცაა, მექანიკებს და იმებს, მანქანას ვინც აკეთებს ეგეთ რაღაცებს, სადაც ხეკედელაობს, იმას გამოადგება რა. ეს კაია გაამართლა პატარა ამანათში, კაი რაღაცა მოვიდა. ახლა ვნახოთ შემდეგი, პაწუკა ამანათი, პაწაწკინტელა ამანათი. ესეთ ამანათში კარგი აღაზოს არაფერი არ ამოსულა და ახლა ვნახოთ რა ამოვა და ამოვიდა, არ ვიცი, ეს ნამდვილად არ ვიცი რა. ეს რაღაც მანქანის ნაწილია სავარაუდო. რა შეიძლება ეს იყოს ხალხო? რაღაც დინამიზმს გავს და არაფეთქდეს. აი ეს არის, აი ესე გამოიყურება და ესეთი თავები აქვს და კომენტარებში დამიწერეთ აი ეს რა შეიძლება იყოს. დამიწერეთ კომენტარებში რა შეიძლება იყოს კი არა და რა არის გესოდინება თქვენ კარგად, მე ვერ მივხვდი.